ჰიპ-ჰოპია სპორტი ვემსგავსები ვეიდერს ვიქნევ მიკროფონს როგორც ჯედაი მის სეიბერს შავი სამოსით ხმაც უთხოვ ვემსგავსები ვეიდერს უბრალოდ ზუსტავდი ჰიპ-ჰოპის და მეძახიან ჰეიდერს გინდა კონდესაც არ გაქვს ოკეთე რაც არ გიკეთებია ნიშნის მოგები შიშის მორევით ამას თუ შვები თქვენი საქმეა სახელს წინ უსწრებს რეპუტაცია გაგიჯერებს ყველას უყვარს მისი დეგუსტაცია სიტყვა ძალა ენა მახვილი გზავნილი ის არიგანს ჩინი ხასიათის თვისებების გაკვით ოსტატობის დონის ასის ერთ-ერთ ელემენტში მხოლოდ უმრებს ხათმით მოხარშეთ თავებში პოლისის ნახვისას ვირუსის პირველი განცდა დეკოდირება ანტურა შორის ყოველ ხასთა ეს ფერონე მერგო მოლოდის გაცდა თაშიმე კი არა არამედ მათვილს ამას ჩაძდა სპარტანული рэპი გავს პროუ რასის ვიც უპავდა სულხოვა წვების სერიოზულ ჰასლს რო შაბათიდან პარასკევამდე ვარხევრად სმახს მწვანეს და ფირფიტებს შაბათ კვირას სცენას და ხალხს თუ ჰიპ-ჰოპია სპორტი ვემსგავსები ვეიდერს ვიქნევ მიკროფონს როგორც ჯედაი მის სეიბერს შავი სამოსით ხმაც უთხოვ ვემსგავსები ვეიდერს უბრალოდ ზუსტავდი ჰიპ-ჰოპის და მეძახიან ჰეიდერს დღე და ღამე ვღლი მიქშერზე კროსფეიდერს ფირფიტებს ჩითავ ვერ ცნობენ მათ ლეიბლებს შენი ხედვა სხვანაირი ერიდე ვეიდერს რომელსაც ზუსტავდი ჰიპ-ჰოპის და ეძახიან ჰეიდერს სალამი მეგობრებო ჩვენ ვიმყოფებით რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ეს არის ჩვენი ეგრეთ წოდებული ავტოგარაჟი ჩვენი ესე ვთქვათ მეორე სახლი უწოდოთ შეგვიძლია ამ ადგილს დაიწყო ჩვენი მეორე სერია პირველს უკვე ნახავდი და იმედი მაქვს ძალიან მოგეწონათ რაც შეეხება დღევანდელ ეპიზოდს მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ავტომობილი რომლითაც წელს ვიასპარეზებ საქართველოს სერიებზე და ასევე იმედი მაქვს ჩვენი დიდი გეგმებით გამოვა და ევროპის ჰაერსაც ჩაისუნთქავს ეს ავტომობილი. მოკლედ, როგორც გითხარით, დღეს არის მეორე ეპიზოდი ჩვენი ვიდეოსი და მინდა წარგიდგინოთ ეს ავტომობილი და ჩვენი ავტო ფარეხი, ესე ვთქვათ, გარაჟი, რასაც ვუწოდოთ ხოლმე უფრო ხშირად ქართველები. მოკლედ, არ ვიცი საიდან დავიწყოთ, ასე თუ ისე ეს მანქანა იცით. სამწუხაროდ შარშან გამოჩნდა ასპარეზე. არ უნდა გამოჩენილიყო შარშან, ანუ ეს ავტომობილი წელს უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ასე მოხდა. ხო, მოკლედ ეს მანქანა პირველად წარსდგა თქვენს წინაშე ზუგდიდში, საქართველოს დრიფტის სერიებზე, სადაც ნოდომი იყო ასპარეზობა. ძალიან რთული გზა გაიარა და მომზადება, ესე ვთქვათ, ამ ავტომობილმა. აი აქვე გამახსენდა თან მოყოლის დროს, აი ეს არის ამ ავტომობილის პირველი ძრავი, რომელიც აქ ეგრეთ წოდებული ნასტროიკის დროს პორშენი ერთი გათავდა და აი ესე გამოიყურება. ეს გადასაგდებად არის გამზადებული, ახლა ესე ვთქვათ, ბლოკი და გალუყა და ეგ ნაწილები რაც მანდ არის. დაუბრუნდეთ ჩვენს ავტომობილს უცბად შევეცდები მაქსიმალურად მალე და ჩქარა მოგიყვეთ ამის შესახებ. ხედავთ Toyota-ს ემბლემას, მაგრამ Toyota არ არის სინამდვილეში, FRS-ია. როგორც უმრავლესობა საქართველოში ყოფი. ბოდის რაც შეეხება აყენია მიკინკას როკეტბანის ბოდი, პოლონეთიდან გვაქვს ჩამოტანილი, საიდანაც პირველი სერიის ბოდი გვაქვს ჩამოტანილი. ფარები ლამაზი, დისკებიც მე მგონი ლამაზი გვაქვს. ესენი მოსემგვაჩუქა და მადლობა. მეტი ესე ვთქვათ გარედან ისეთი განსაკუთრებული არაფერი არ გვაქვს, ხო? ეს ჩვეულებრივი Subaru-ს სპოილერია, უკანაც ლამაზი ფარები და აქ ესე ვთქვათ დასამთავრებელი ეს რაღაცეები ცოტა მაინჯად თუ არის წელის ჩასასხმელი ესე გეწოდებული როცა რაშილი წელი სამაგრი არ აქვს ჯერ ეს მიშიმოტოს რადიატორი ბენზინის სისტემა გვაქვს ნუკე პერფორმანსის ომოლოგირებული FIA-ს მიერ აქ უკან გვიყენია კიდე მეთანოლის ნასოსი და აუზი და ეს გვაქვს წყლის აუზი კიდე აქვს დამატები და ელექტროპომპა. ეხლა ამის სამაგრი გვაქვს გასაკეთებელი ლამაზად. იქით ბენზინის ჩასასხმელი სამაგრიც დაგვრჩა და შუშები დაგვრჩა, რაც გარედან ჭირდება ამ ავტომობილს.
ესე ვთქვათ, პირველ ეტაპზე უკვე ამ ყველაფერს სრულყოფილად ნახავთ და იმედია ყველა მოხვალთ და გულშემატკივრებთ და დიდი ფან-კლუბით წავსდგებით პირველ ეტაპს. შიგნიდანაც შევეცდები 1-2 სიტყვით აგიხსნათ. აუ გარედან მასაა გათიშული. მოკლედ ეკუმასტერის დაში გვიყენია. ვაისობის ხელის მოხრუჭი გვიყენია. სამსონას სეკვენტალური გადაცემათა ყველაფერი გვიყენია. ბლექის კომპიუტერი გვიყენია, ეს ეკუმასტერის. PM გვიყენია, რაც მართავს ესე ვთქვათ რელეების და მთელი დენის ბანძი რაღაცები რომ იმის შემცვლელი არის და ყველაზე მთავარი ესე ვთქვათ მინდა აი ეს ღილაკები ავხსნა, რასაც სულ მეკითხება ხოლმე ყველა და კომენტარებს მიწევთ, ეს რა არის ამდენი კნოპკა. ეს კნოპკა, ესე ვთქვათ ღილაკები, უცნაურად ტელეფონმა დარეკა, ვაფშე რატო დარეკა არ ვიცით. ეხლა ვერ განახებთ გარედანაც მასა არის გათიშული. პირველი ესე ვთქვათ, ეს მინდა რომ ავხსნა ყველაზე კარგად რა არის მაყურებლებისთვის რა. პირველი არის ესე ვთქვათ გახსნა ეგრეთ წოდებული ზამოკის, აჟიგანის, ანუ მასები რო ირთვება და ყველაფერი. მეორე არის დაქოქვა, მესამე არის გაბარიტები, ფარები. მესამე არის ბლიჟნი. მეოთხე დალნი, მეხუთე შუშის საწმენდი, ან ეგრეთ წოდებული დვორნიკები, ანტილაგი და ასეთი სხვადასხვა დეტალები, რაც ჩვეულებრივ ქარხნულ ავტომობილებში გვაქვს, ან აქ, ან ბევრ ან რულზე, ან სხვაგან რა, უამრავ ადგილებს. ეს არის, ანუ ერთ-ერთი წოდებული მართვის ბლოკი თუ მართვის რა ქვია, remote რა გვდავართ, მართვის ღილაკები რა, რაღაცეები რა, პულტი. ხო, ეს არის ჩვენი მეხსიერების ბარათი, სადაც ყველაფერი იწერება. ესე ვთქვათ, ჩვენი შავი გასაღებია ეს. გასაღები კი არა, შავი ყუთი რა გასაღები. ეს არის ჩვენი შავი ყუთი. როგორც ხედავთ, ელექტროობაც ლამაზად სუფთად არის დალაგებული. კი გვეღადავებიან, დაიწვევით ამითიო, მაგრამ არა უშავს. თან გივი გვეღადავება, გივი რო სხვას ეღადავება. ხო, რაც შეეხება პედლებს, გვაქვს ესე ვთქვათ, რკინის პედლები, სპორტული პედლები და იქ აყენია რეზერვუარებიც, როგორც ცეპლენის, მოჭიდების ქუროსი, ასევე ტორმოზისიც. გაზი გვაქვს ნახევრად ელექტრო, ტროსით და თან ელექტრო და ამასაც განახებთ. აქ ფეხის დასადებები გვაქვს, ეს ჩემმა ძმამ ამომიყარა. ხმაური აწუხებდა ბატონ. რაც შეეხება ყველაზე მთავარ დეტალს. ყველაზე მთავარი დეტალი არის ზრავი, ესე ვთქვათ, ავტომობილის თავსახობს ქვეშ რაც ხდება, ხო? კაპოტს ქვეშ რაც ხდება. აი ესე გამოიყურება ჩვენი Mercedes-ის ზრავი M4. ეხლა დაახლოებით ალბათ სადღაც 500 ცხენის ზალა იქნება ალბათ ამქანას. მაგრამ უკვე დაწყებული გვაქვს ახალი ზრავის აწყობა, რომელსაც დაახლოებით 800 ცხენი იქნება საბრძოლოზე და ძალიან სოფიანი იქნება. ბევრი ესე ვთქვათ დეტალი არის, როგორც გითხარით, როგორც გარედან, ასევე ტექნიკურადაც გასამართი, ცოტა დეტალურად მაგიებსაც გეტყვით, ბიჭებს ველოდებით, ეხლა ჩაოდათ ოკომოდიან და ცოტა ხანში შეუვარდებით ერთიანი ძალებით და ვნახავთ, რამე ეშველება თუ არა ეგრეთ წოდებულ რულავოის გიდრავლიკას. გვიყენია ელექტრო ნასოსი ოპელის, ნოდო ჩვენი ძმა აბრალებს ნასოსი არ მუშაობსო, მე მგონია დენი იკარგება, ჩაოს გონია რომ რაზვალებით გადაარასწორი და ასე ვთქვათ ძალიან ბევრი სხვადასხვა იდეები გვაქვს და ნახოთ ვთით ყველაფერს და იმედია რაღაცას მალე ვიპოვი და ბევრი ზევნა არ დაგჭირდება რომ ეს პრობლემა მალე მოვაგვაროთ და მალევე შევძლოთ ამ ზრავის ამოღება, იმიტომ რომ მინდა რომ ჯერ ტექნიკურად აი ეს ელემენტარული პრობლემები მოგვარდეს და მერე ვაპირებთ ამ ზრავის ამოღებას და ახალი ზრავის ჩადებას ვაპირებთ ავტომობილში. იმიტომ რომ ეს ზრავი არის სრულიად სტოკი, ეხლა უბრალოდ 3-დან 0-ის ღერძი, ეს ეგრეთ წოდებული კალენვალი და მაგის ხარჯი არის დესტროკერი გაკეთებული და მაგიტო არის ეს თქვა safety და შეგვიძლია დიდი დატვირთვას გაუძლოს ტურბინისას. რა ვიცი, მე მგონი ყველაფერი ავხსენე, ასე ვთქვათ, ძალიან ჩქარა და მალეა რა. თუ ელემენტარული კიდე რაღაც ჩამატებები გავაკეთოთ, ეს ვთქვათ, უსაფრთხოების კარკასი ირეკოსი არის, დუგები,
ჩამოტანილი პოლონეთიდან. გოგა არჯევანი დაგვეხმარა ამაში, ჩამოტანაში. წინ და უკან, რა თქმა უნდა, ვაისვაბი გვაქვს. უკან ფიალის ამორტიზატორები და წინ რაღაცა უცნობი, იმიტომ რომ ნოდომ გატეხა ფასტზე. პრესიჟენის ტურბო გვაქვს. კიდე რა გვაქვს? ეს კულერიც ამერიკიდან ჩამოვიტანეთ, ინთეიკი გერმანიიდან, ფიკის ინჟექტორები გვაქვს 1000-იანი. ჩინური blow-off-ი გვაქვს, ორიგინალი გეითი გვაქვს და oil-catch-ი გვაქვს აქ წინ. მეტი არაფერი არ არის და დინამო გვაქვს ერთი და ერთი შკირი. სხვა მე მგონი არაფერი არის და მეთანოლის შლანგები გამოდის, რომელიც აქაც გვაქვს დაერთებული და აქაც გვაქვს დაერთებული, რომ მაქსიმალურად მეტი გაგრილება მიიღოს კულერმა და უფრო ცივი ჰაერი ისუნთქოს ძრავმა და არ ქონდეს გაჭირვების მცდელობას კი რომ აი ჰაერი არ არის ცხელი და ცოტა ცუდად მიდის ან რამე მსგავსი არ მოიგონოს მანქანა რა. რაც შეეხება ტორმოზის სისტემაც არის არმირებული შლანგებით გაკეთებული. მხოლოდ ზარაა აქ დარჩენილი სკიონის და Subaru-ს ბოდიაყენია გარედან. სხვა არაფერი არ არის. თავის ყველაფერი არის გადაკეთებული და არის aftermarket დეტალებზე აწყობილი. ჯერჯერობით არ ყავს სპონსორი არც საქართველოს ჩემპიონატზე და არც მის ფარგლებს გარეთ, სადაც ვაფრინებ წასვლას და იმედია რომ გამოჩნდება ისეთი კომპანია, რომელიც გადაწყვიტავს ჩვენს გვერდში დადგომას და ჩვენთან თანამშრომლობას და ერთად დავიპყრობთ დიდ მწვერვალებს, იმედია თუ არა და რამა გადაწყვეტილი ვთქვა, რამა გადაწყვეტილი, ანუ არ იყო საიდუმლო, კაი ვიტყვი რა მაგ გადაწყვეტილი და ავტომობილი გარედან თავიდან ბოლომდე. და იმედი მაქვს არ იქნება. იმედი მაქვს იქნება დაბრენდილი და ძალიან ლამაზი ავტომობილი და ასევე ყველა მრბოლელს უსურვებ, რომ ყველა მრბოლელის ავტომობილი იყოს გალამაზებული და დაბრენდილი გარედან. სულ ეს არის დღეისთვის. იმედია ყველაფერი გამოვა და მალე შეიტყობთ ამ დიდ გეგმერსაც. ასევე როგორც პირველ ვიდეოში გითხარით, გვექნება საუკეთესო კონტენტი, რომელიც დაიწყება დრიფტის სერიებთან ერთად საქართველოს ჩემპიონატთან და იმედი მაქვს, რომ ძალიან მოგეწონებათ და თან ვიხალისებთ, თან კარგი ინფორმაციას მოგაწვდით, რომელიც ასევე იმედი მაქვს გამოგადგებათ და ნახოთ, დაელოდეთ მომდევნო ვიდეოებს, გამოიწერეთ ჩემი არხი და იმედი მაქვს მომავალში კიდე უფრო და უფრო კარგი ვიდეოები გამოიწერეთ, დაალაიქეთ, ხო, ლაიქი ავტომატურად ყველაფერი დააჭირეთ ერთად, არ დაინანოთ მოკლედ. აბა დროები და წარმატებები. Я Исидоре, მე ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ სიგარი ხარ.